დღეს განვიხილავთ ნინა რიჩის ნინას. ეს არის არომატი, რომელიც მე თან მომყვება ჩემი პატარაობიდან, ბავშვობიდან. 2006 წელს გამოუშვეს ეს არომატი და მას მერე ეს არის ჩემი საყვარელი ზამთრის არომატი. ალბათ უკვე მიყვარს უბრალოდ და ამიტომ არ ვცვლი, უბრალოდ ძალიან ბევრი სხვა არომატი და პარფიუმი მაქვს კიდევ, თუმცა აი ეს არის ჩემი ფავორიტი, რომელსაც ყოველთვის ვისხავ, მაშინ როდესაც მინდა რომ მშობლიური არომატის სურნელი შევიგრძნო. და რა არის ამ არომატში ასეთი სასწაული, როდესაც შევიგრძნობთ ამ სურნელს, პირველ რიგში რაც მოდის, ეს არის სიტკბო, მაგრამ ეს სიტკბო არ არის თბილი. ეს არის გრილი სიტკბო. აქვს სიღრმე, არის ხარისხიანი არომატი და როდესაც გავდივართ სიცივეში, ეს სიცივე უფრო სხვანაირად ხშლის კიდე ამ არომატს და მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ არის ტკბილი, უფრო მოყინულ არომატს აძლევს და აი ნამდვილი ახალი წელი არის ჩემთვის ეს არომატი და არა ჯინჯერბრედის არომატი. ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ასეთს, რომ ასე ძალიან მიყვარს. პირველი ნოტები არის ამალფის ლიმონი და ლაიმი, თუმცა ციტრუსოვანი არომატი იმდენად არის დაბალანსებული, რომ საერთოდ არ მხვდება მე პირადად. შემდეგი საშუალო ნოტები ეს არის ვაშლი, პრალინი, პიონი და დათურა, ესე აწერია. ეს დათურა არ ვიცი სიმართლე რომ ვთქვათ რა არის. მოდით მოვძებნოთ რა არის დათურა. ესე იგი ეს ყოფილა ყვავილი, რომელიც ღამე იშლება და მას ეძახიან ასევე მთვარის ყვავილს. და ბოლოს, ყველაზე ბოლო ნოტები, ეს არის მუშკი და მუშკი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნოტი, რაც შეიძლება რომ პარფიუმში იყოს, იმიტომ რომ სისუფთავის სურნელი აქვს, ვირჯინიას კედარი და ვაშლის ხე. თუ გსურთ მოტკბო არომატი, რომელიც ძალიან მდიდრული არომატი არის ასევე და თან გსურთ რაღაცნაირი აი ესეთი მშობლიური და თბილი და cozy არომატი, ასე ვთქვათ, აუცილებლად სცადეთ, თუ აქამდე არ გამოგიცდიათ. ალბათ სანამ იარსებებს ეს იქნება ჩემი საყვარელი არომატი.